ამბობენ, რომ ისტორიას გამარჯვებლები წერენ, მაგრამ სიმართლეს დედამიწის სიღრმეები ინახავენ. იქ, სადაც მზის სხივი ვერ აღწევს და სადაც დრო გაჩერებულია, კავკასიონის ქედის გულში ფეთქავს ის, რასაც თანამედროვე სამყარომ მითი უწოდა. რათა საკუთარი სიმშვიდე არ დაერღვია. დადგა დრო ამ უძველესმა ცოდნამ მზის შუქი იხილოს და ყველამ გაიგოს სიმართლე. საქართველოს მიწისქვეშეთი არ არის მხოლოდ გეოლოგიური ფენების ერთობლიობა, ეს არის კაცობრიობის უძველესი ფარი. არსებობს ეჭვი, რომ ჩვენს ფეხქვეშ, შავი ზღვისა და კავკასიონის სიღრმეებში ბინადრობენ უძველესი ბოროტი ძალები, რომელთა იზოლაციასაც ათასწლეულების მანძილზე თავდადებული გუშაგები და ხელოვნური ბარიერები უზრუნველყოფდნენ. ამ მისტიური თავდაცვის ხაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი გიმოწიორიის მღვიმეა. აქ ბუნება უკანიხებს და გზას უთმობს საიდუმლო ტექნოლოგიებს. ხელოვნურად გამოკვეთილი ოთახები და მექანიკური მოძრავი კედლები, რომლებიც 30-40 სანტიმეტრით წინ არის გამოწეული, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ მღვიმე, ეს არის საგუშაგო, სადაც მეომრები ათასწლეულების წინ დაფარული ცოდნით აკონტროლებდნენ ქვესკნელის ერთ-ერთ კარიბჭეს. ეს საიდუმლო იმდენად მასშტაბურია, რომ მის კვალს მსოფლიო იმპერიებიც ეძებდნენ. ნაცისტური გერმანიის ოპერაცია ედელვაისი სწორედ ამით იყო ნაკარნახევი. ნაცისტი მისტიკოსები კავკასიაში მხოლოდ ნავთობს არ ეძებდნენ, ისინი ეძებდნენ გასასვლელს მითიური შამბალასკენ, იმ უხილავი სულიერი ცენტრისკენ, რომელიც მათი აზრით დედამიწის გულშია და რომლის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე სწორედ საქართველოს ქვეშაა. მათი აზრით უდიდესი კარიბჭე ხვამლის ქვეშ მდებარეობს. ასევე მათ იცოდნენ, რომ კავკასიის ქვეშ არსებული სიცარიელე არ არის მკვდარი, ის არის ბრძოლის ველი სინათლისა და სიბნელის ძალებს შორის. აფხაზეთის ტერიტორია ამ უხილავ ომში დღემდე ყველაზე სახიფათო ზონად რჩება. მსოფლიოში ყველაზე ღრმა უფსკრული კრუბერას მღვიმე არ არის მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა, ეს არის პირდაპირი გზა ქვესკნელისკენ, რომელსაც უძველესი გუშაგები სიცოცხლის ფასად იცავდნენ. ნუნისის მთის მიწისქვეშა გვირაბები, ცუცხვათის მღვიმის ლაბირინთები და ხვამლის მთის ლეგენდარული შავი კარი, ეს ყველაფერი ერთიანი თავდაცვის სისტემის ნაწილია. ხვამლი არის ის მთავარი საცავი, სადაც დაკეტილია ის, რისი ხილვაც კაცობრიობისთვის ნაადრევია. ჩვენი ქვეყანა არის არა უბრალოდ ტერიტორია, არამედ წმინდა ზღუდე, რომლის ყოველი მღვიმე და ხელოვნური კედელი იმ გუშაგების ნაკვალევია, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დარაჯობდნენ, რომ ბოროტება ზედაპირზე არ ამოეღწია და შავი კარი მარადიულად დალუქული დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ ჩემი უახლოესი გეგმა ამ საიდუმლოსთან უშუალო შეხებაა. მე ვაპირებ გიმოწიორიის მღვიმის მონახულებას, რათა საკუთარი თვალებით ვნახო ის მექანიკური კედლები და საგუშაგოები, რომლებიც ჩვენს სამყაროს უხილავი საფრთხისგან იცავენ. სანამ ჩვენს ზარღვებში იმ მეომრების სისხლი ჩქეფს, ვინც ამ კარიბჭეებს ათასწლეულების წინ დარაჯობდა, ბოროტება ზედაპირზე ვერ ამოვა.